მოგესალმებით. გარკვეული შესვენების შემდეგ მე ვაგრძელებ რეგულარულ გადაცემებს და ჩვეულებრივ იქნება კვირაში ორჯერ, მაქსიმუმ 3 ჯერ ფაქტი მოვლენა კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემონ გიორხელიძესთან ერთად. დღეს მე მინდა ვისაუბრო ორ მნიშვნელოვან თემაზე, თავისთავად ცხადია საგარეო პოლიტიკაში რა მიმდინარეობა, რა ტენდენციებია, რომლებიც უშუალოდ დაისახება საქართველოზე და საკუთრივ საქართველოში რა ხდება, ამასაც დავაკვირდეთ. მე ჩემი საუბარი დღეს სტანდარტული არ გამოვა, თუმცა არ მგონია როდესმე სტანდარტული იყოს, იმიტომ რომ მე ვეცდები დავინახო ისეთი რამეები, რაც ძნელად დასანახია, რასაც ჭირდება ბევრი მასალის მოპოვება, გაანალიზება და ასე შემდეგ. მოდი დავიწყებ ევროპით, რადგან ქართული ეგრეთ წოდებული დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც დაციკლული ამ ევროპულ ორიენტაციაზე, აბსოლუტურად მოწყვეტილი რეალობისგან, წარმოდგენა რო არ აქვს თავად ევროპაში რა ხდება, ამიტომ ყოველ დღე კონცერტებს აწყობენ, როგორ ებრძვიან იმ ღრმა სახელმწიფოს deep states, როგორ არის რომ, ესე იგი, უსამართლოდ ექცევა ევროპა საქართველოს და რაღაც ბრალდებებს უკვე ამ დროს ევროპას მსოფლიოში არავინ სერიოზულად არ აღიქვას. იმისათვის რომ მე გავაგრძელო ჩემი აზრი, მე ჯერ ბოლომდე არ წამიკითხავს, მაგრამ საკმაო ნაწილი წავიკითხე. დევიდ მარშის წიგნი გამოვიდა Can Europe Survive? ანუ შეძლებს თუ არა ევროპა გადარჩენას, არ ქვია, აი რუსები ვიჟივანიას რომ უძახენ survive, ეს არის ხო, ვიჟივანია, ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ეს სიტყვა. შეძლებს თუ არა ევროპა აი იმას, რაც ეხლა ვთქვი. აბსოლუტურად არაპერსპექტიული პროგნოზები აქვს, ანალიზი აქვს, ძალიან სერიოზული ადამიანი აშკარად ჩანს და ის მიუთითებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებს ევროპისთვის დიდად არ ცალიათ, იმიტომ რომ იცით თქვენ ახლო აღმოსავლეთი, ირანი, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთთან ურთიერთობები და ასე შემდეგ. იმდენად მნიშვნელოვანია ევროპა ამერიკისთვის, რომ ის არ მისცემს უფლებას ევროპას თავად მიხედოს თავის თავს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ევროპა ფაქტიურად მოშლილია, შინაგანად არის მოშლილი და გამოკვეთილია აშკარად, რაც მე სხვაგანაც მინიშნებები მქონდა ამის თაობაზე. ამერიკელები გააკეთებენ ძალიან სერიოზულ აქცენტს აღმოსავლეთ ევროპაზე და იმედი აქვს, რომ ამ აღმოსავლეთ ევროპაში ჩართული იქნება დასავლეთ უკრაინული დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამერიკულ პროფესიულ ლიტერატურაში პირველად გახმიანდა ასეთი შესაძლებლობა, თუმცა ეს აშკარად სხვაგვარად იგრძნობოდა, მე აქ ასეთი აზრი არ გამომითქვამს, მაგრამ მე ვამბობდი, რომ იმისთვის, რომ რუსებმა შეძლონ იმ, რასაც ისინი საკუთარ, რომ იტყვიან, ისტორიულ წარსულს უწოდებენ, იმის დაკავება, მას მოუწევს უარი თქვას დასავლეთ უკრაინის 5 ოლქზე, რომელიც არასდროს რუსეთის შემადგენლობაში არ იყო, თუმცა მე-19-20 საუკუნეში იმდენად დაძაბული და იმდენად არეული იყო ამ დასავლეთ უკრაინის, პოლონეთის, უნგრეთის და ასე შემდეგ მიმდებარე ტერიტორიებზე ურთიერთობები, რომ იქ ძალიან სერიოზული სპეციალისტია საჭირო, რომ ყველაფერი ქრონოლოგიურად დაალაგოს. ამიტომ მე არ ვიცი რა შეთანხმება აქვს რუსებს ამერიკელებთან, რუსები წავლენ ყველაფერზე. აშკარად ჩანს, რომ რუსები ოღონდ კი ამერიკელები დაელაპარაკონ, გზად არიან და სწორად ამბობენ
ძალიან პატრიოტი რუსი სპეციალისტი, ძალიან სერიოზული მეცნიერებიც და პოლიტიკის მცოდნენი, რომ ფაქტობრივად ამერიკელებს რუსული ელიტა ნაყიდი ყავს და ნაყიდი ხალხი ისევე როგორც საქართველოშია, მთელი ელიტა ნაყიდი და მათგან სერიოზული არაფერი არ შეიძლება იყოს, ისევე არაფერი შეიძლება მოელოდეს რუსეთი იმ ელიტისგან, იმ ხელისუფლებისგან, იმ პრეზიდენტისგან, რომელიც მას ახლა ყავს. მაგრამ თავარი ჩვენთვის აქ არის, თავარი არის. არა, ძველი ევროპა. ამერიკელები ამბობენ, რომ ამერიკელებს იმედი აქვთ, რომ აღმოსავლეთ ევროპა უფრო პროამერიკული იქნება. ისინი საუბრობენ ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე ტერიტორიაზე დასავლეთ უკრაინის სახელმწიფოს ჩათვლით. ეხლა თუ კი სრულად გაურკვეველ სიტუაციას კავკასიასთან მიმართებაში ჩვენ ცოტა განვაზოგადებთ, ალბათ ამ ჯგუფში მოიაზრება კავკასიის რაღაც რომ ვიტყვიან ადგილი და მე ვფიქრობ, რომ ამერიკელები გააგრძელებენ ზეწოლას როგორც საქართველოზე, ისე სომხეთზე, თუმცა რა გამოვა აქედან ძნელი სათქმელია. მაგრამ ერთი მთავარი პლასტი და მე მინდა საქართველოს ხელისუფლებას, ამ საცოდავ ხალხს, რომელიც ხელისუფლებაში მოყვა ბელადის მატარებელს, თუმცა ბელადი აბსოლუტურად არაპოლიტიკური მემანქანე იყო და ისეთ ხომალდს და ისეთ ლოკომოტივს მართავდა, რომელსაც გარედან ეწერა პოლიტიკა, მაგრამ მართვა მან დღესაც არ იცის პოლიტიკისა. პიროვნულად არ ვეხები, ღმერთო დამიფარე, რომ ვინმეზე პიროვნულად მე ვსაუბრობ შედეგის მიხედვით. ამიტომ არა ბრიუსელი, არა ის ევროპა, არა ის ყოველდღიური უტოპინო სისულელე, რაც საკანალიზაციო სახელმწიფო არხებიდან ისმის და იქ ვიღაც ექსპერტები, ვიღაცები, არ იქა ევროპა. გაიგეთ, ევროპის მომავალი გარკვეული არ არის, სკეპტიკურად. ძალიან სკეპტიკურად უყურებს, ძალიან სერიოზული ადამიანი და მარტო ის არ არის, შეძლებს თუ არა ევროპა შენარჩუნებას, იმის რატომ მიგრაცია არის უსაშველოდ დიდი. მოდი ახლა ისეთ პლასტს შევეხოთ, რომელიც საქართველოში ცუდად იციან. ევროკავშირის მატარებელი ქვეყანა იყო გერმანია. თავისი უმძლავრესი სამრეწველო ბაზით და ასე შემდეგ და ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა არ იცის, რომ ევრო ეს ფაქტიურად სახე შეცვლილი მარკა არის, გერმანული ფულის ერთეულია. მაგრამ როდესაც ეკონომიკას გაუჭირდა და ბოლო 7 წელია ევროპის ეკონომიკა ძალზე დაბალი ტემპებით ვითარდება, რეცესიაც იყო გარკვეული პერიოდი და არ ჩანს არანაირი გზა იმისა, რომ ევროპის ეკონომიკა გაიმართება და მას დამოუკიდებელი ფუნქციების შესრულება შეიძლება იმ პოლიტიკური მიზნების მიღწევისათვის, რომელიც არსებობს მოსაზრებების დონეზე მაინც ევროპაში. მაგრამ დევიდ მარში ნიშნავად შენიშნავს, რომ ევროპელებს აქვთ განსაკუთრებულად დიდი გამომგონებლობა და შეუდარებელნი არიან პრობლემები შეუქმნან საკუთარ თავს. შესანიშნავი შეფასებაა, მთლიანად ვიზიარებ, თუმცა ევროპის შესახებ კრიტიკული დამოკიდებულება და სრული პერსპექტივობა ევროპისა ჩემსგან წლების განმავლობაში გესმით. მაგრამ მე ხალხ უკვე გეუბნები თქვენ დასავლეთ სამყაროში ძალიან მაღალი დონის სპეციალისტების ნაშრომებს, რომლებიც რეალობას აანალიზებენ და ისეთი გონება დახშული ანალიტიკოსები, ექსპერტები ბჭყალებში, დასავლეთზე ორიენტირებული ის, რო იტყვიან,
იდეოლოგიას აყოლილი, აბსოლუტურად ზერელი ხალხი, რაღაც სტრატეგიული კვლევის ცენტრები, ამერიკელები აფინანსებდნენ დანიელს, ვიღაც ერთი ბედდოვლათი იყო იმ სტრატეგიული ცენტრის ხელმძღვანელი, ახლა გარდაცვლილია და ახლა დატოვებულია მისი გაზრდილი ბჭყალებში ხალხი, რა იქნება წარმოიდგინეთ ისინი უხეშად ვისაუბრებ, არაფერი მოსარიდებელი არ არის. ამ ვითარებაში როცა შენ ვერ ხედავ მრავალი სტრატეგიული მოთამაშის ჯერჯერობით შეერთებული შტატები არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე და ის არ დაუთმობს არავის ევროპას, არა იმიტომ რომ ამას სტრატეგიულად უსაფრთხოება ემუქრება და ასე არავითარი, უბრალოდ ეს დიდი ბაზარია ამხელა ტერიტორიას და ჯერ კიდევ შეძლებულ საზოგადოებებს ის არ დაუთმობს, არ ჩინელებს და რა თქმა უნდა არც რუსებს, მაგრამ გამოიკვეთა ახალი კონტური, ახალი მიმართულება და მას გვია აღმოსავლეთ ევროპაზე აქცენტი, თუმცა მე ამის თაობაზე არაერთხელ ვისაუბრია, რომ პოლონეთის ქცევა უნდა პირველ შემაკავებელ ფაქტორად რუსებისა და შემდეგ უკვე დანარჩენი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ახლა გააჩინეს უკვე ახალი სახელმწიფო დასავლეთ უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფო. რატომ მოვყევი ეს ყველაფერი? ამ სტრატეგიას ექნება გაგრძელება. მე მაინტერესებს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. რას ფიქრობთ? თუ ისევ გააგრძელებს იმ კიდე გეუბნებით, მოგმართავთ ხელისუფლების წევრს. რასაც თქვენ საკანალიზაციო ტელევიზიებში აკეთებთ, სამარცხვინოა. აბსოლუტურად დილეტანტიზმის დაჭაობებული დონეა და არაფერი პროფესიული არ არის. მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ, მე საღი ქართველებისთვის საუბრობ, ამიტომ ჩვენთვის საყურადღებოა ეს მომენტი. ამიტომ როგორ შეჩერდება მიგრაცია, როგორ დაალაგებს ევროპაში გაუთანხმოებებს, რომელიც ძალიან სერიოზულია, როგორ შეძლებს ევროლარის მიმართება, რომ ნახოთ ახლა ევრო აბსოლუტურად გადაფასებულია, ზედმეტად ძვირი ღირს, არადა მაგის ძალა ევროს არ გააჩნია დღის მდგომარეობით. ჩვენ ესეც საფიქრალი გვაქვს, ურჩევდი ბიზნეს ჯგუფებს ეფიქრათ სერიოზულად ამ თემაზე, როგორი უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა ევროპასთან მიმართებაში და გავარჩიოთ ის, რაზეც წლებია ვამახვილებ ყურადღებას. ევროპის საგარეო პოლიტიკა, კიდე გეუბნებით, ევროპისა, რომელსაც არავინ სერიოზულად არ აღიქვამს, უძვირფასესია საქართველოს ხელისუფლებისთვის, ბჭყალებში, ვითომ ხელისუფლებისთვის და ამ სისულელეს გამოკიდებული ხელისუფლება მე მეეჭვება, რომ კიდევ უფრო დიდ შეცდომებს დაუშვებს. ეს ერთი მნიშვნელოვანი პლასტი, რომელიც უბრალოდ აღიარეს, თუმცა კონტურები დიდი ხანია ცნობილი. რა გამოვა აქედან? მე ვფიქრობ, რომ რუსების ის მცდელობები უკრაინაში, რომ არ მიიყვანონ ესკალაციამდე მდგომარეობა და აი ესე გამოფიტვაზე მუშაობით ნელ-ნელა რაღაც მიზნისაკენ წავიდნენ. მე ეხლა დევიდ მარშის წიგნი მეუბნება იმას, რომ შეიძლება ამერიკელებსა და რუსებს შორის იყოს რაღაც შეთანხმება ამაზე, იმიტომ რომ თუ კი დასავლეთ უკრაინის სახელმწიფო იქნება, რუსები ვერანაირ პრეტენზიას ვერ გააცხადებენ 5 ოლქზე, რომლებიც კიდე გითხარი, დასავლეთ უკრაინის 5 რეგიონზეა საუბარი, მაშინ გამოდის, რომ რაღაც შეთანხმება არსებობს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დასავლეთ უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა ისეთივე უდიდესი საფრთხეა რუსეთისთვის, როგორც დღეს საფრთხე შეექმნა მას, თუმცა რუსეთს ყველაზე დიდი საფრთხე შეუქმნა მისმა გამყიდველმა ხელისუფლებამ, მისმა აბსოლუტურად გამყიდველმა მეხუთე კოლონამ, ერთ-ერთმა ძლიერმა
ნეოლიბერალურმა ელიტამ, რომელიც ელცინის შემდეგ მომძლავრდა ქვეყანაში და დღესაც ხელისუფლებაში მთლიანად განაგებს საფინანსო ეკონომიკურ სექტორს. მთლიანად. ეს დავიმახსოვროთ, ამიტომ ეს არის საფიქრი, მე სიამოვნებით მოვისმენდი საქმეში ჩახედული ადამიანების აზრს, მათთან ერთანაც დავჯდებოდი სასაუბროდ, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, საქართველოს ხელისუფლება, არანაირი პირადი შეუთავსებლობა არ მაქვს ვინმესთან. როცა მათ ვუსმენ, შეურაცხყოფილად გრძნობ თავს. იმდენად არაპროფესიონალები არიან პოლიტიკური აზროვნების გარეშე, რომ არც კი მუშაობენ იმაზე, რომ იცოდნენ რეალურად რა ხდება. ამიტომ ბრიუსელი, არიქა deep state, არიქა ვის რაში ჭირდება საქართველო, ვინ ევროპა, რისი ევროპა, რისი ორიენტაცია კიდე გეუბნებით ამ სისულელეს სანამ უნდა მისდიოს ქართველმა და ამ ხალხს, ამ არასერიოზულ ხალხს მხარდაჭერა აქვთ. დავუმთავრებთ ეს თემა. ეხლა მეორე თემა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ირანთან მიმართება. დღეს მე ყურადღება ვცდილობდი, რაც კი ხელი მიმიწვდება ამერიკულ წყაროებში ჩამეხედა, შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ შეერთებული შტატები და ისრაელი კვლავ სერიოზულად ემზადება ახალი დარტყმების მისაღებად, გასაკეთებლად. მათ დასახული აქვთ ასეთი მისანი, გაიტანონ მთლიანად გამდიდრებული ურანი სხვა ქვეყანაში, როგორ გაიტანენ, ესე იგი სახმელეთო ოპერაცია უნდა გააკეთონ, სახმელეთო ოპერაციის გასაკეთებლად ამას თვეები ჭირდება მოსამზადებლად, 100,000-ობით ჯარისკაცი უნდა სულ ცოტა, როგორც ამერიკელი სპეციალისტები წერენ და ამბობენ, რომ 900,000-მდე ჯარისკაცი მაინც უნდა სახმელეთო ოპერაციას და ისიც უზარმაზარი მსხვერპლი იქნება. საქმე ის არის, რომ ირანელების პასუხი შეურაცხყოფად მიიღეს ამერიკელებმა და ამიტომ გაახმიანეს, თუმცა მე ვერ გეტყვით, რომ ეს რაღაც დიდი ალბათობით მოსალოდნელია ხელახალი დარტყმები ირანზე, იმიტომ რომ შედეგს არ მოიტანს ეს ირანის ხელისუფლება არ დაეცემა, ისინიც მზად არიან ხანგრძლივი ომისათვის. ტრამპი ამბობს, რომ გავანადგურებ ირანს. რა თქმა უნდა, თუ კი ამერიკელები მოინდომებენ და იმ სასტიკ იარაღს გამოიყენებენ, შეიძლება 93 მილიონი კაცი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენო, მაგრამ რა იქნება ამის შემდეგ მსოფლიოში და როგორი იქნება ამერიკელები თავად, დღეს ძნელი საქმეა. ამიტომ თავარი არის ის, რომ ამერიკელები არაფერი არ დაუსრულებიათ. მე არაერთხელ მithქვამს, რომ დასრულებული არაფერი არ არის. ისრაელს რა უნდა ოღონდ დააწყებინე, თუმცა ისრაელშიც არ არის მარტივი სიტუაცია და ალბათ ნათანიაჰუ მალე დატოვებს პოსტს, იმიტომ რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, თუ არ ვცდები თარიღი არ მახსოვს ზუსტად და ჩვენ აუცილებლად გვექნება საქმე არჩევნებთან, თუმცა ისრაელში რა არის გასაკვირი არასდროს ციკლური მონაცვლეობა, ზუსტი თარიღები, დანიშნული დროებისა, არასდროს არ ყოფილა ათეული წლებია, სულ ვადამდელი და რიგ გარეშე არჩევნები არის. შემდეგი, რომელიც უკავშირდება ასევე ირანს, არის საკითხი თუ რატომ მოხსნა შეერთებულმა შტატებმა ორმუზის ყურის ბლოკადა, რასაც თავისუფალ მიმოცვლას უწოდებდნენ და ასე შემდეგ. საქართველოში არ გახმიანებულა, მაგრამ მოხდა ის, რაც პრინციპში მოულოდნელი იყო ამერიკელებისთვის და მათ მეორე დღესვე განაცხადეს, რომ ისინი ამთავრებენ ამ, რომ იტყვიან, ბლოკადის ოპერაციას. საქმე ის არის, რომ ზღვაში განლაგებულ გემებს რაღაც საყრდენი ჭირდება, იმიტომ რომ ყველაფერი შევსებას მოითხოვს, ხო? საუდის არაბეთმა აუგრძალა ამერიკელებს ამ ოპერაციაზე
საუდის არაბეთის ტერიტორიაზე არსებული აეროპორტებიდან თვითმფრინავების აფრენა და გამოყენება ამ ოპერაციაში საუდის არაბეთის ტერიტორიისა. მაშინ სად უნდა ნახოს საყრდენი არ იყო ამერიკიდან ლოგისტიკის განხორციელებას კი უზარმაზარი დრო და ხარჯები უნდა, ამიტომ ეს თემა დაიხურა, მაგრამ რა კი ეს ოპერაცია დაიხურა, ამერიკელები ვერ იტყვიან, აი ჩვენ ახლა წავაგეთ და მივდივართ სახლში, არა, მათ დაიწყეს მუქარები, იმისა რომ სულ გაანადგურებენ ამას და წავიდნენ, თუმცა ეს დაგეგმილი იყო ჩინეთში. ჩინეთში ჩასვლაც რამდენიმე უმნიშვნელოვანესი წინა ისტორია აქვს, ახალი წინა ისტორია და ყველაზე მთავარი არის, რა თქმა უნდა, ამერიკელების მიერ დაწყებული სასანქციო რეჟიმი, ხო, ძალიან სერიოზული. მაგრამ არანაკლები დიდი დარტყმა მიაყენეს ჩინელებმა შეერთებულ შტატებს, როდესაც მათ გადაუკეტეს იმ იშვიათ მეტალებზე წვდომა ამერიკელებს და მე არაერთი სამხედრო კომპლექსთან დაკავშირებული უმსხვილესი ამერიკული კორპორაციის ხელმძღვანელების მიმართვა წავიკითხე ხელისუფლებისადმი, რომ მათ ელევათ ეს იშვიათი მეტალები და გაჩერდება ყველაფერი, გაჩერდება თვითმშენებლობა, გაჩერდება რაკეტამშენებლობა, გაჩერდება მანქანათმშენებლობა და ყველაფერი, იმიტომ რომ დღეს ამ მეტალების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ამერიკის ხელისუფლებისა რაღაც კომპრომისების მეშვეობით კვლავ აღდგეს წვდომა ამ იშვიათი მეტალებისადმი. ეს ფაქტობრივად იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ძალით შეიძლება შეუტიო ამერიკელებს, იმიტომ რომ ძალით ბევრს ვერაფერს დააკლებ ყოველ შემთხვევაში, შენ არ დაგაკვდეს სერიოზულად. მაგრამ გადაკეტო ის, რაზეც აგებულია მთლიანად ამერიკის უმნიშვნელოვანესი სექტორები, თავისთავად ცხადია, უდიდესი დარტყმა იყო. მეორე თემა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ამერიკელებისთვის და ჩინელებისთვისაც, ეს არის ტაივანი. და სი ძინპინმა გააკეთა, რომ აქ შეცდომა არ შეიძლება. გასაგები არის სხვადასხვა ხმები, მაგრამ ერთი ჩინეთის იდეა, რომელსაც პრინციპში იზიარებს ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ ამ დროს თითქმის 12 მილიარდიან იარაღის მიწოდებას ახდენს ტაივანზე, თუმცა მხარს უჭერს ტაივანის დამოუკიდებლობას, რომ იგი აღიაროს როგორც დამოუკიდებელი. ამიტომ ეს ორმაგი სტანდარტი ტაივანისადმი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩინელებისთვის, თემა არ დარჩა განხილვის გარეშე. მე ვერ გეტყვით რაზე იყო საუბარი, მაგრამ მინიშნება სიმ გააკეთა და მე ვფიქრობ, რომ ეს გასაგებია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ირანია, რადგან ირანი ჩინეთისთვის თამაშობს უდიდეს როლს, ასრულებს უდიდეს როლს ვაჭრობის თვალსაზრისით და აგრეთვე შეერთებულმა შტატებმა დაინახეს აშკარად ისიც, რომ თუ ორმუზის ყურეში შექმნეს რაღაც პრობლემები, მათ დავიწყდათ, მე მგონი, რომ ირანელებს გასვლა აქვთ კასპიის ზღვაზე და კასპიის ზღვიდან იშლება შუა აზია, ჩინეთი, რუსეთის და ასე შემდეგ მიმართულებით ვაჭრობები და ამდენად ირანის მოხუთვა ეკონომიკურად უბრალოდ შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ პირიქით კიდევ უფრო ზრდის ურთიერთობას რუსეთსა და ირანს შორის და რუსეთსა და ჩინეთს შორის თავისთავად შეუფერხებლად მიმდინარეობს ყველანაირი ურთიერთობები. არ დაგავიწყდეთ, რომ ირანიდან ჯერ თურქმენეთში შედის რკინიგზა და შემდეგ უკვე აგრძელებს გზას სხვა დანარჩენი მიმართულებებით. კიდევ ერთი თემა, რომელიც ამერიკელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთში, მას უნდა თავისი იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესახებ ძალიან სერიოზულად გაიხსნას,
ჩინეთის ბაზარი და სანქციების დაწესების გამო ცალმხრივად ჩინელებმა შესაბამისი შეზღუდვები გააკეთეს. ეს არის ის მთავარი მიმართულებები, რომელიც ამერიკელებს ჭირდებოდათ ამ ეტაპზე, თუმცა რაღაც ფარული შეიძლება არსებობდეს, ნელ-ნელა გაჩნდება ამაზე წვდომა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები რაიმეს რადიკალურად შეცვლის. ერთი დადებითი, ყველაზე დიდი დადებითი მომენტი არის ის, რომ ჯობს, რომ ორი მთავარი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ და იყოს წინააღმდეგობები, ვიდრე ისინი ერთმანეთის მიმართ ბუქარებს განახორციელებენ. ეს განსაკუთრებით ამერიკელებს შევიათ, მაგრამ ნახოთ როგორი იქნება. არის ათასნაირი დეტალები იყო ჩინეთში, სხვათა შორის სი ძინპინმა ტრამპი შეიყვანა რაღაც საიდუმლო ბაღია, ამაზე არ შევაჩერებ ახლა ყურადღებად და ჟურნალისტებმა გაუხმაურეს სი ძინპინმა უთხრა ტრამპს, აქ უკვე ტრამპმა იკითხა, იყო აქ ვინმეო ჩემამდეო და კი პუტინი იყო აქ ხო და ეს გაათამაშეს ჟურნალისტებმა, როგორც აი ასეთი პატარა ჩხვლეტა ტრამპისათვის სი ძინპინის მხრიდან. ნახოთ 22-ში ჩადის, მე მგონი ახლა სულ რაღაც 3 დღეში რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში, შეხვედრები მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ეს არ უკავშირდება ტრამპის ვიზიტს, იმიტომ რომ ამ შეხვედრების შესახებ ადრე დაგეგმილი შეხვედრებია და ამდენად უბრალოდ დამთხევა მოხდა, თუმცა კარგი დამთხევა იმ მხრივ, რომ შეიძლება უკვე 3 მთავარი ქვეყნის პრეზიდენტების ნააზრევები რაღაცნაირად შეჯერდეს ერთმანეთთან და მე ვფიქრობ, რომ სტაბილურობისთვის ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის არანორმალური დაძაბულობა, რომელიც წლების განმავლობაში არის. ესე იგი, ირანთან არაფერია დასრულებული. ირანი რჩება მსოფლიო პოლიტიკის მთავარ ეპიცენტრად და ამ ფონზე მე მინდა ეგრეთ წოდებული ამ საცოდავი ქართველი შინმავლების ძალზე სასაცილო ხორხოცი იმის თაობაზე, რომ აი რა დიდ წარმატებას მიაღწია სომხეთმა, რომ იქ ევროპის ფორუმი გაიმართა, ჩავიდნენ ყველანი და საქართველო კი ასეთია, ისეთია. ნუ თუ ვინმე ფიქრობს, რომ გითხარით, ევროპა, რომელსაც არავინ სერიოზულად არ ექცევა, შემოვა კავკასიაში, იქ ზანგეზურის კორიდორი გაიჭრება, აქეთ იზოლირება მოხდება ირანისა და იგი უდიდეს პრობლემების წინაშე დადგება, აქეთ რუსეთს ჩაეჭრება სამხრეთის გზა, ევროპაში შევა სომხეთი და სომხეთი იქნება მაგალითი ევროპული ორიენტაციისა, ხო? ეხლა ყურადღებით მომისმინეთ, განსაკუთრებით შინმავლების საყურადღებოდ ვამბობ. სომხეთის ევროპული ორიენტაცია ისეთივე ბლეფია, როგორც ქართველების ნაწილის ევროპული ორიენტაცია. ეს არის დროსა და სივრცეში აცილებული იდეა ფიქსი, რომლის განხორციელება არა მარტო არ მოხდება, ტექნიკურადაც კი შეუძლებელი. ამიტომ პაშინიანი ახალი უბედურება არის უკვე რამდენიმე წლიანი სომხეთისთვის და სომხეთი აქედან ვერაფერს ვერ მოიგებს. პირიქით, სომხეთი პოტენციურად რჩება დარტყმის ქვეშ და კი სულ 2 დღის უკან იყო თვარცდები, ალევმა პირდაპირ დაემუქრა, რომ აუცილებლად დაარტყამს მათ, რა კი სომხეთის საქციელი აბსოლუტურად შეუსაბამოა სამხრეთ კავკასიის ინტერესებისთვის, მათ შორის პირველ რიგში აზერბაიჯანის ინტერესებისთვის, თორე საქართველოს ინტერესები სად გააჩნია, არის ერთი მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც თავის მარიონეტულ ოპოზიციასთან ერთად მიდიან ევროპაში. ასე რომ
საშიშია ყველაფერი, არაფერი არ დასრულებულა და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ძალზე ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ირანის პრობლემა სანამ არ ჩაქრება, სანამ არ დადგება შედეგი, რომელიც იქნება გარკვეულობა მდგომარეობისა, მანამ ჩვენ დაძაბულები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენს ახლოს კეთდება და ვფიქრობ, რომ კავკასიაში გაჩნდა უკვე საქართველოს გარდა არის მეორე პროვოკატორული ქვეყანა სომხეთი, რომელიც თავის გადასარჩენად პაშინიანი რას გააკეთებს, კიდე ძნელი წარმოსადგენია. ამიტომ აქაც ძალიან სერიოზული სიფრთხილე არის საჭირო. რაც შეეხება უკრაინის თემას, უკრაინაში ისეთი მდგომარეობა ალბათ საკუთარ მტერს რო არ უსურვებს კაცი, თუმცა ქართველები ეს ჩვენი საწოდავი ტვინგავრდებული ხალხი ძალიან აღფრთოვანებულია უკრაინაში მიმდინარე პროცესებით, ქართველების ჭკუა მოკლეობა და აბსოლუტურად არა პოლიტიკური აზროვნების საუკეთესო მაგალითი იყო რევერანსები ერევანში ზელენსკის მიმართ. ზელენსკი თავდება. წაიკითხეთ ამერიკული მედია, წამოიკითხეთ ამერიკული კვლევის ცენტრები, რა საშინელებაზეა საუბარი უკრაინასთან მიმართებაში და კერძოდ ზელენსკისთან დაკავშირებით. და ჩვენი ეს ერთუჯრედიანი, მე მგონი ერთი უჯრედიც არ ყოფნის საგარეო საქმეთა მინისტრ რაღაცას ესე იგი უაზრობებს ლაპარაკობს, სურათებს იღებს ზელენსკისთან, ნუ კობახიძე გითხარით არის პოლიტიკური სიშტერის განსახიერება და იგი დღითი დღე ამკვიდრებს ამას, არაფერს არ ცვლის. ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან საშიშია და პირველ რიგში საშიში რატომ აიცი? ეს მიუთითებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყავს არასერიოზული ხელისუფლება, რომელიც არც ერთ ნორმალურ და ინტერესების მქონე სახელმწიფოში არ აღიქმება როგორც სერიოზული. არ აღიქმება როგორც ქვეყანა, რომელიც საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვის, საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვის, საკუთარი უსაფრთხოებისთვის. თუ გნებავთ დღევანდელია იღეთ, თუ გნებავთ ხვალინდელი საინფორმაციო, გარდა ევროკავშირისა არაფერზე არ ლაპარაკობენ. თანაც როგორ 7-ვე ბრუნვაში აბრუნებენ, სხვა თემა არ არსებობს, ერთი და იგივე საინფორმაციო გადაცემაში 10-ჯერ უბრუნდებიან ერთი და იგივე თემას და რეალობა კი საერთოდ სულ სხვა არის. აი ეს არის ის საკითხები, რომელიც მე ვფიქრობ, რომ შედარებით ახალია, მოითხოვს ძალიან სერიოზულ დაკვირვებას, მოითხოვს იმას, რომ ვიფიქროთ და არ შეიძლება ვიყოთ პასიურები. იმისთვის, რომ ჩვენ გავააქტიუროთ მოქმედებები, ქართველთა დიდი გაერთიანება ამ კვირას ვიყავით გარეჩი და იქედან მომართები გავაკეთეთ 24-ში გთხოვთ ყველა მოეკიდოთ სერიოზულად ამ შეხსენებას ჩვენ რუსთაველის ძეგლთან, მეტრო რუსთაველის გვერდით გვექნება შეკრება, მე არ ვარ ამას პოლიტიკური აქცია, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ პოლიტიკური მიზნები არ გვაქვს, ჩვენ შევიქმნით, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში შეიქმნეს ძალა, რომელიც გააწონასწორებს ხელისუფლებას და არ მიცემს მას იმ დამღუპელი ნაბიჯების გაგრძელების საშუალებას, რასაც ის ინტენსიურად აკეთებს. ჩვენ მოგიწოდებთ ყველას, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს. მე მესმის ისიც, რომ ვიღაცას მოერიდება, დასაქმებულია, რაღაც ბიზნესი აქვს, რომ აქ შეხედავენ, დიახ, ხედავენ, აკვირდებიან ყველას, მაგრამ აქტიურ მოქმედებებზე ჯერ არ არიან გადასული, ალბათ ფიქრობენ, რომ ამათ არაფერი არ გამოუვა. ქართველებს გამოუვა ყველაფერი, რაც საკუთარი ქვეყნის წმინდა საქმეს ეხება. მე გამოსვლასთან დაკავშირებით ჩვენი ახალგაზრდული ფრთის ლიდერი დაჩი
თქვენ იცით უკვე, მან რამდენიმე სტუდენტი მოიყვანა გადაცემაში, მოვიდნენ ისინი თავისი ნება ჰქონდათ და მეორე გადაცემაში მოსვლაზე უარი თქვეს, იმიტომ რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა. ამიტომ ესეც გასაგებია, მოვა ის, ვისაც ზეწოლის არ ეშინია და ჩვენ წინასწარ გვაქვს გაცხადებული, რომ ახალგაზრდები, ვინ ჩვენთან მოვა, მათ ჩვენ წინა ხაზზე არ დავაყენებთ. წინა ხაზზე ჩვენ თვითონ ვიქნებით და თუ რაიმე ასაღები ჩვენ თვითონ ავიღებთ ჩვენ თავზე. აი ასეთია მნიშვნელოვანი აქცია არის 24 მაისს. მოდით ჩვენ გავაკეთებთ განცხადებებს, ვისაც გექნება ცურვილი თქვენ სიტყვას იტყვით, თავარია იცოდეს საქართველოს ხელისუფლება, რომ გაუხსნათ საქართველოს კარი 17 ისეთ ქვეყანას, რომლის ჩამოთვლაც კი მძიმეა და თავისუფალი შემოსვლა გააკეთო, კვლავ არანორმალურად ყიდო საკუთარი ქვეყანა. მე 2 დღის წინ საჯარო რეჟიმში მქონდა რაღაც საქმე ვიყავი, არანორმალური რაოდენობის ხალხია. რამდენი ქართველები რო აწონო, დაწონო, დიდი 20-30% თუ იქნება, დანარჩენი ყველა ეს ჩვენი მიგრანტები არიან, თუ იმიგრანტები არიან, რომლებიც ყიდულობენ სახლებს, ყიდულობენ მიწებს და ასე შემდეგ. ამიტომ სანამ დრო არის, სანამ კიდევ შეიძლება ყველაფრის მოფრუნება, ჩვენ ვისაც არ ეშინია და ვისაც შეუძლია მოქმედებაზე გადასვლა, მობრძანდით და ერთად მოვილაპარაკებთ. ჩვენ დამოუკიდებლად არაფერს გადავწყვეტ თქვენთან დასაუბრების გარეშე, მაგრამ იცოდეთ, დრო ძალიან ცოტა რჩება და ამასობაში ჩვენ ვხედავთ საკმაოდ აქტიურად მოქმედ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც კარგ საქმეს არ აკეთებს, თორე ცუდი და მავნებლური საქმეებში უკვე დახელოვნებული არიან. ბოლოს და ბოლოს 13 წელია ხელისუფლებაში, სიგლახის მეტი არაფერი უკეთებიათ. ახლა არ დამიწყოთ ვინმე ქველმოქმედება და რაღაცეებიო, ქართული სახელმწიფოს ქველმოქმედება კი არ ჭირდება, პოლიტიკური მმართველობა ჭირდება და პროფესიონალური მთავრობა ჭირდება, რომელმაც შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილები და წინ წაწიოს ქვეყანა. ამიტომ ყველაფერი უკუღმა არის, არაფერი სწორად არ კეთდება. მე დღეს ამ თემას არ შევეხები, იმიტომ არ შეიძლება ამდენი თემის ერთად არევა, მაგრამ აქტიურობა საჭირო. მე იმასაც კარგად ხედავთ და ჩვენ ქართულ გაერთიანებაში კარგად ხედავთ, რამდენად დიდია ურთიერთობების ხარისხი, რამდენად უკმაყოფილო არის საღი ქართველები და ისინი საბედნიეროდ ბევრი არიან, მაგრამ საჭიროა მუშაობა და ჩვენ არ გვეზარება, არ გვეშინია მუშაობისა და გთხოვთ ყურადღებით მოეკიდეთ. არავინ არ ხართ ვალდებული მოხვიდეთ. მოვა ის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ უნდა მოვიდეს და აქტიურად გამოხატოს თავისი პოზიცია. აი ეს არის ყველა ის მიმდინარე საკითხი, რომელიც დღეს ღირდა განსახილველად. დაველოდოთ კიდევ 2-3 დღეს და მე ისევ ჩავერთვები გადაცემაში. იმედია, რომ აქ უფრო გამოიკვეთება სურათი, თუმცა კიდე გეუბნებით 2026 წლის დარჩენილი თვეები და მთლიანობაში 2027 წელი იქნება საშინლად დაძაბული და მე ვფიქრობ, რომ ამ დაძაბულობას ჩვენ საქართველოშიც ყველანი ერთად ვიბრძნობთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ახლა დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.